საახალწლო პერიოდში სასწაულების განსაკუთრებით გვჯერა. ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად დიდი ძალის ხმევა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია გჯეროდეს, რომ ადამიანებზე ზრუნვას სასწაულების მოხდენა შეუძლია. თეგეტაში უკვე მეოთხე წელია ზრუნვის კედელი იმ ადამიანების საახალწლო სურვილებით ივსება, ვისაც სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდება. ყოველწლიურად თეგეტას თანამშრომლები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ამ სურვილების ასრულებაზე ზრუნავენ. ადრესატებს შორის არიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, მარტო დარჩენილი მოხუცები, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა-დედები და შვილები. ზოგიერთი მათგანი ბავშვური გულწრფელობით თოვლის ბაბუას წერს წერილს. ზოგს კი მისი არსებობის აღარ სჯერა, თუმცა ადამიანების სიკეთისა და ყურადღების იმედი აქვს. 4 წლის განმავლობაში პროექტმა 1000-ზე მეტი ახდენილი სურვილი და 1500-მდე მზრუნველი თეგეტელი გააერთიანა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან. წელსაც თანამშრომლებმა მთელი გულით მოინდომეს, რომ თითოეული სურვილი რეალობად ექციათ. ზოგიერთი ადრესატისთვის საჩუქარი საოცნებო ველოსიპედი აღმოჩნდა. ზოგისთვის სანატრელი სათამაშო, ტკბილეული ან თბილი ტანსაცმელი, რომელიც ზამთრის გადატანაში დაეხმარება. საჩუქრების მიღების ემოციებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზრუნვას მართლაც აქვს ის ძალა, რომელიც სრულიად უცნობ ადამიანებს იმედს აძლევს და ახალ წელს ყველასთვის უფრო ჯადოსნურს ხდის.